წითელი პარასკევი, ანუ ნების კვირის პარასკევი ის დღეა, როდესაც ქრისტე ჯვარს აწვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია, ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე გააკრა. სწორედ ამიტომ ქრისტიანული მოძღვრების თანახმად წითელი პარასკევი წელიწადის ყველაზე მძიმე დღედ ითვლება. შუადღის სტუდიის სტუმარია მამა იოვანე მჭედლიშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ დღის მნიშვნელობას. მოგესალმებით მამა იოანე, როგორც ლაშა ვატლობთ დიდი პირველ რიგში. როგორც ლაშა აღნიშნა, დღეს არის მართლა ძალიან მძიმე დღე და მოდი დავიწყოთ თავდაპირველად წითელი პარასკევით და მისი მნიშვნელობით და ასევე აქვე ჩაგეკითხებით, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხს, ამაზეც რომ გითხრათ. ნების კვირეული განსაკუთრებული პერიოდია და განსაკუთრებით მძიმე დღეებია. ეს არის პერიოდი, როდესაც უფალს უმძიმეს განაჩენს გამოუტანენ, მისი ერთ-ერთი მოწაფე გასცემს, შეიპყრობენ და ბოლოს ეს წითელი პარასკევის სახელით რაც არის ცნობილი, მოხდება მისი ყველაზე მძიმე დასჯა. იმ პერიოდში ჯვარზე გაკვრა იყო უმძიმესი სასჯელი და სწორედ ასეთი სასჯელს მისცემენ ჩვენს მაცხოვარს უფალ იესო ქრისტეს და ჯვარზე გააკრა. მაცხოვარი, რომელიც მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ქადაგებდა, მიცვალებულებს აღადგენდა, უმძიმეს სენით შეპყრობილებს განკურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა, უდიდესი სიყვარული მოიპოვა ადამიანთა შორის და ესე შურით გასცეს და გაყიდეს და დაისაჯა და შემდეგ ჯვარზე გაეკრა და სწორედ ეს არის კიდე ეს დღე გვაფიქრებს იმაზეც, რომ ეს არ არის მარტო იმ დროს მომხდარი განსაცდელი. ჩვენ რომ იმ პერიოდში გვეცხოვր ამ დღეს რომ ყოფილიყო, ჩვენ არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ ამასში მონაწილეობას არ მივიღებთ. ყველა ადამიანი ცოდვილი ბუნებით ვართ, ცოდვაში იმყოფება თითოეული ადამიანი და ჩვენს დიდი ალბათობა რომ იგივეს ვიზავდით, მაგრამ აი ჯვარზე აღესრულება ყველაზე დიდი სიკეთე, როდესაც უფალი ჯვრიდან სიტყვებს ამბობს, რომ შეუნდე მამა ღმერთს მიმართ, ოცდე ღმერთი რომ შეუნდე, არიციან ასაკეთებენ. ეს არის ყველაზე დიდი პატიების მაგალითი. ყველაზე დიდი სიყვარულის მაგალითი, როდესაც ადამიანები, რომლებაც გალანძღეს, ჯვარზე გააკრეს, გაყიდეს, შეიწყალა და კიდევ მათი შენდობა ბრძანა უფალმა. უკვე წითელ კვერცხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვები აქვს იმ პერიოდში, მაგალითად ჯეჯილიც ბზობის პერიოდში ითესება, რომ ამოვიდეს და ჯეჯილს ძალიან დიდი სიმბოლო აქვს წმინდა მამებთან, ახალი სიცოცხლის როგორც ხორბალი უნდა მოკვდეს მიწაში და ამოვიდეს და შემდეგ უამრავი ნაყოფი გამოიღოს, ასევე მაცხოვარი, რომელიც ჯვარზე მოკვდება, აღესრულება, საფლავად დაიდვება და უკვე აღმდგარი უამრავ ადამიანს, დიდ ნაყოფს გამოიღებს და დღეს რომ მართლმადიდებლები ქვია, სწორედ ეს ნაყოფია, რაც აღდგომა მოიტანა. წითელი კვერცხი, ზოგადად კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო და სიწითლე არის ის, რომ აი როგორც სისხლი დაიღვარა ამ დღეს, აი სწორედ ეს სიმბოლო არის ამ კვერცხში, რომ წითელია, მაგრამ ვინაიდან სიცოცხლის სიმბოლოა ეს კვერცხი, ასევე რომ ამ სისხლის დაღვრას რომ მოყვება აღდგომა, აი ეს იდეა და შინაარსიდებს აი ამ სიმბოლოში. რახან კვერცხს ხაზი გაუსვით და აქცენტი გავაკეთეთ, აუცილებლად მინდა გითხოთ, რატომ პარასკევს და რატო არა შაბათს შეღებულ? რადგან წითელია და სისხლი პარასკევს დაიღვარა, სწორედ ეს სიმბოლური დანიშნულება აქვს ამას, რომ იმ დღეს დაიღვარა სისხლი და იმ დღეს იღებება წითლად, მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება აქვს ამის. მამა იოანე, წითელ პარასკევს ტაძრებში აღესრულება გარდამოხსნის მსახურება. რას განასახიერებს, რომ შეგვახსენოთ კიდევ ერთხელ ეს რიტუალი? როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და აღესრულა და გარდაიცვალა, იოსებ არიმათიელმა გამოისყიდა უფლის სხეული და ვინაიდან შაბათი ახლოვდებოდა, უნდა მოესწროთ, იმიტომ რომ შაბათს მუშაობა არ შეიძლებოდა და ესე შეიძლება ითქვას დაჩქარებით გარდამოხსნეს ჯვრიდან უფალი იესო ქრისტე, ნელსაცხებლებში შემურვეს, წაუსეს ეს ნელსაცხებლები, შეახვიეს და მერე საფლავ გამოქვაბულში დაასვენეს და სწორედ ეს გარდამოხსნის მსახურება არის ეს, ჯვრიდან გადმოხსნის და დატირების შემდეგ უკვე ამ მსახურებას მოყვება, დატირება და ეს დანიშნულება აქვს ამ ნების პარასკევს, რომელიც ყველა ტაძარში ტარდება ეს მსახურება, სადაც მსახურება აღევლინება. ბატონო, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გზა, რომელიც მაცხოვარმა გაიარა ჯვარცმა. როდესაც
მაცხოვარმა 4 დღის ლაზარე აღადგინა მკვდარი, რომელიც უკვე პირდაპირ წერია სახარებაში, რომ ყროდისღა უკვე სუნი ქონდა მიცვალებულს დაცემული და გახწნილი იყო და ეს არის სწორედ უდიდესი სასწაული, რომ როდესაც მაცხოვარი ამ გამოქვაბულში შესახებ, რომ ლაზარე გამოვედგარე და აღესრულება უდიდესი სასწაული აღდგება ლაზარე და გამოდის და შეხვეული გამოდის ეს ხატებზეც არის ასახული და სრულად შეხვეული და სასწაულებრივად გამოდის გამოქვაბულიდან და შემდეგ გახსნიან ამ სახვევებიდან და ეს არის უდიდესი სასწაული რაც ადამიანებს არ ახსოვთ რომ 4 დღის მიცვალებული გაცოცხლებულიყო და ეს სასწაული მოედო იქაურ გარემოს ყველგან გაიგეს რა თქმა უნდა ესეც სასწაული არ მომხდარა და რა მოხდა შემდეგ უკვე ბზობას რასაც ვეძახით უკვე მეორე დღეს არის ხო ლაზარის აღდგომიდან მეორე დღეს უკვე იერუსალიმში დიდებით შესვლა და რადგან ეს სასწაული იხილეს და გაიგეს უკვე გაამეფეს ესეც ოსანაძე საკურთხეულის საკურთხეულოს მომავალი სახელით ობს დიდებით შეუშვეს მაცხოვარი იერუსალიმში რომ ერთგვარი გამეფება მოხდა მისი და რა ხდება შემდეგ უკვე მიხვდებიან ეს გდელთავრები, გდელმოძღვრები იმ დროინდელი რომ უკვე მათ სარწმუნოება უკვე ნაკლებად ეთქმის, იმიტომ რომ ყველანაირად კრეხელურ აზროვნებაში იყვნენ ჩავარდნილები, რომ უკვე დიდი საფრთხე ემუქრება და მოიფიქრებენ, რომ რაღაცით უნდა დაისაჯოს მაცხოვარი იესო ქრისტე. ნახავენ იუდა გასცემს, ყველა მიცის ეს ისტორია 30 ვერცხლად გაყიდის, შემდეგ მიუთითებს თუ სად არის მაცხოვარი, მაგრამ მაცხოვარი მოციქულებს აფრთხილებს წინა პერიოდში, რომ მას ეს ყველაფერი ელოდება და მოციქულები ამას ვერ იგებენ. სამწუხაროდ არ იციან, რომ ეს ნამდვილად ესე შეიძლება მოხდეს და უკვე შემდგომ ამ პროცესების მონაწილეებიც ხდებიან, რომ მხოლოდ ივანე ღვთისმეტყველი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რჩებიან ჯვართან. ყველა გაიქცევა, შეეშინდებათ რა თქმა უნდა ადამიანურია ეს ბუნებაც. ესე იგი 4 შაბათს ხდება გაცემა, შემდეგ შეპყრობა საპყრობილეში და უკვე პარასკევს უმძიმესი განაჩენი რაც არის ჯვარცმა. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს ჩვენი რწმენა ჯვარცმასთან არ თავდება. ჩვენ ვიცით რომ ამ ყველაფერს მოყვება აღდგომა და ამაღლება და ეს არის უკვე სიხარულის მომტანი ამ ყველაფერს. ნამდვილად. და ამ დღესთვის ვემზადებით ბუნებრივია ყველა ადამიანი. მამა იონე, აუცილებლად მინდა კითხოთ დიდ მარხვაზე და მის მნიშვნელობაზე, რომელიც 59 დღის განმავლობაში გრძელდება. როგორ ამზადებს საინტერესოა ეს მარხვა ადამიანს იმისთვის, რომ შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და რამდენად გვაახლოვებს ზოგადად მარხვა უხელთან? ზოგადად ყოველი ქრისტიანისათვის იესო ქრისტე არის ყველაზე დიდი, ვინც კი შეიძლება ადამიანისთვის იყოს, ხო? რას ამბობს მაცხოვარი, რომ ვისაც დედა, მამა და ან ძმა ჩემზე მეტად უყვარს, ის ჩემი ღირსი ვერ გახდება. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს უნდა პატივს მივაგებდეთ და თაყვანს ვცემდეთ. შემდგომ უკვე მარხვას რაც შეეხება, თავად მაცხოვარი 40 დღის განმავლობაში მარხულობს. ეს ვიცით, როდესაც ეშმაკიც განცდის უდაბნოში. არც წყალსვავს და არც საკვებს არ იღებს ამ პერიოდში, ხო? და ესეც გვასწავლა, მაცხოვარს არ ჭირდებოდა რა თქმა უნდა მარხვა, მაგრამ ჩვენ გვასწავლა რომ ეს მნიშვნელოვანი ადამიანის. ასევე, როდესაც ბოროტისული შეპყრობილ ახალგაზრდას განკურნავს, რომელიც მოციქულებმაც კი ვერ განკურნეს, აი საკუთარი მამა თხოვს იმ ახალგაზრდისა, რომ შეეწიოს მის შვილს და თუ გწამსო შევეწევიო და აი ეს ადამიანი რწმენას იტყვის, რომ შეეწია ჩემს უძლურებას, მაგრამ აქ მაცხოვარი საგულისხმო სიტყვებს ბრძანებს, რომ ბოროტი ძალები ლოცვისა და მარხვის გარეშე ვერ განიდევნებიან. ასე რომ ბოროტი ძალა ჯერ კიდევ სამოთხეში ადამ და ევას ებრძოდა და ყოველ ადამიანს ებრძვის. და მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ლოცვისა და მარხვის გარეშე, ესე იგი ბოროტი ძალა ადამიანთან ახლოს მოდის და თუ კი ადამიანი ლოცულობს და მარხულობს, ეს ერთგვარი თავდაცვის საშუალება ადამიანისთვის, რომ იმარხულოს და რა თქმა უნდა, აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული, ხშირად არის ხოლმე, რომ სხვადასხვა დღესასწაულებსაც ბრწყინვალეს უწოდებენ ხოლმე ამ ბრწყინვალეს შობის დღესასწაული, ამ ბრწყინვალე ხარების, მაგრამ ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეპითეტი აქვს, ეს არის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. და აი სწორედ ამ დღესასწაულისთვის ემზადება ქრისტიანი ამ 7 კვირის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ეს ბოლო 7-ეული არის, რომელიც ვნების დღეები არის 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი და უკვე შაბათს შეიძლება ითქვას, რომ სამყარო ირინდება, მაცხოვარი არის გამოქვაბულში. ხორცით, უხრწნელი ხორცით, მაგრამ ვიცით რომ მაცხოვარი ამ დროს ჩადის ჯოჯოხეთში სულით და იქიდან მართალთა სულებს
ამოიხმობს და ამოიყვანს და უკვე მეორე დღეს მენელსაცხებულე დედები, შემდეგ მოციქულებიც უკვე მიდიან, რომ კიდევ ნელსაცხებელის ცხონ უფალს და გახდებიან საოცარი სასწაულის მომსწრენი. ლოდი გადაგორებულია და მაცხოვარი საფლავი ცარიელია და მაცხოვარი არ არის შიგ აღმდგარია და გამოეცხადება შემდეგ უკვე და მერე მიხვდებიან თუ რას უქადაგებდა და რას წინასწარმეტყველებდა მაცხოვარი წინა პერიოდების განმავლობაში. აი ნებიშვიდეული ახსენეთ ეს კვირა გაიარა მორწმუნე ადამიანებმა და თითოეულ დღეს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ხო? საინტერესოა აი ეს გზა რა კონტექსტ შეიცავს მორწმუნეებისთვის? და ვახსენოთ აუცილებლად დიდი ხუთშაბათის მსახურება, როდესაც მაცხოვარმა ჯერ მოციქულებს ფეხები დაბანა და თავმდაბლობის მაგალითი მისცა და ასევე ეს არის ზიარების დაწესების დღე, ზიარების დაბადების დღე, როდესაც მაცხოვარმა გატეხა პური და მისცა თავის მოციქულებს და უთხრა რომ ეს არის მისი ხორცი, ჭეშმარიტი ხორცი და ასევე მიაწოდა მათ ღვინო და უთხრა რომ ეს არის მისი ჭეშმარიტი სისხლი და აქედან დასაბამი დაებდო მსახურებაზე, ლიტურგიაზე წირვას, რომ წირვა სრულდება პურითა და ღვინით, რომელიც სასწაულებრივად ყოველი წირვის პერიოდში გარდაისახება ქრისტეს სისხლა და ხორცსა და ადამიანები ვეზიარებით მის სისხლსა და ხორცს. ეს არის დიდი ხუთშაბათის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ამ დღეს ზიარება დაწესდა და უფალმა თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა მოციქულებს და ასევე ტაძრებში ამ დღეს საღამოს იკითხება 12 ნების სახარება. კი ბატონო, საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ აუცილებლად, იმიტომ მუდმივად არის ამაზე საუბარი, რა არის სწორი და რა არის არასწორი. ეს უკვე ბრწყინვალე შვიდეულს ეხება, უკვე აღდგომა და ყოველი დღე ბრწყინვალე შვიდეული, იმიტომ ვქვია, რომ 7-ვე დღე არის აღდგომის ტოლფასი. და რაც შეეხება მიცვალებულთა მსახურებას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დღეს შესაძლებელია, რომ ადამიანი საფლავზე გავიდეს. აღდგომასაც ჩვენს ქვეყანაში ტაძრების უმეტესობა სასაფლაოებზე დგას და ეხლა როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა ისე რომ მსახურებიდან გამოსულმა თავისი ახლობელი არ მოიკითხოს, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგომა არის სიხარულის დღესასწაული და აი ამ კვირის განმავლობაში გლოვა არ შეიძლება, ტირილი არ შეიძლება. იმიტომაც არის, რომ ჩვენ თუ აღდგომის გვჯერა, ჩვენს მიცვალებულებს აღდგომის დღესასწაული უნდა ვახაროთ. ასე რომ ეს უბრალოდ ტრადიცია საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ორშაბათს გადიან ხოლმე ძირითადად საფლავებზე, მაგრამ არც ერთი დღე არ არის როგორ თქვა, ყველა დღე არის აღდგომა, 7-ვე დღე და ასე რომ ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს გავიდნენ, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ მიცვალებულთა მსახურებას, ეს ეკლესიურად ტარდება, როდესაც ერთი კვირა გავა და იქნება თომას კვირა. და შემდგომ რომ სამშაბათი დადგება, იმ დღეს სრულდება დიდი პანაშვიდი ტაძრებში და იმ დღეს არის ეკლესიურად მიცვალებულთა ხსენების დღე. მამა იონე, კვირას უნდა გავიდეთ საფლავებზე თუ ორშაბათს, უნდა დაგიხსნათ ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ბუნებრივია, აი როგორც ლაშამ აღნიშნა, მუდმივად ისმის ხოლმე ეს შეკითხვები შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ სწორედ ის შეკითხვები გავაჟღეროთ, რაც აინტერესებს მაყურებელს. ვინაიდან აღდგომა არის სიცოცხლის დღესასწაული, აღდგომას სიკვდილი დაედრგუნა, სიცოცხლემ გაიმარჯვა, ჩვენ ვიცით რომ ასეთი გაგებით სიკვდილი არც არსებობს, ყველა ადამიანი ცოცხალია ღვთის წინაშე და ასე რომ გამოყოფა ორშაბათის ან სამშაბათის ან თუნდაც კვირადღისა, ესე ეკლესიურად არ არის, მაგრამ ვინაიდან ტრადიციაა ხალხში, რა თქმა უნდა, წელსაც დიდი ალბათობით უფრო მეტად ორშაბათს სწავლენ, მაგრამ კვირასაც თუ გავლენ ან სხვა დღეს, როდესაც მოიცლიან, არც ეს არის დარღვევა, უბრალოდ არ შეიძლება ამ პერიოდში გლოვა და ტირილი. ეს არის სიხარულის ზეიმი, სიკვდილზე, სიცოცხლის გამარჯვების დღე და უნდა ახარონ მათ მიცვალებულებს, ან პასკით თუ კვერცხით. რადგან აი შევეხეთ აღდგომის დღესასწაულს და ბრწყინვალე შვიდეულს, ეს კითხვაც ძალიან მინდა რომ გავაჟღერო. მით უმეტეს მორწმუნეებს ჯერათ, რომ ვინც აღდგომას ამ ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სამოთხეში ხვდება და რომ ამ დროს ჯოჯოხეთის კარი დახურულია, მაგრამ ღია კარი სამოთხისაო. საინტერესო თქვენ რას გვეტყვით? ეკლესიური პირდაპირ სწავლება. კარიც ამიტომ არის ღია სულ. ანუ, როდესაც მაცხოვარი აღდგა, ჯერ მანამდე, სანამ აღდგომა მოხდებოდა, ყველა ადამიანი მიდიოდა ჯოჯოხეთში. აი წმინდანებიც კი, ანუ სამოთხის კარი იყო დახშული. წმინდანებიც კი, რომ ვინ გავიხსენოთ, ა ブラ ამი, ისააკი, მოსე, სამოთხე რადგან დახურული იყო, ყველა ადამიანი ხდებოდა ჯოჯოხეთში. როდესაც მაცხოვარი აღდგა, ეს კარი გაიღო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ირწმუნებს ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს და დაემორჩილება მის სწავლებებს, მათთვის არის სათავსებელი
კარი ღია. ასე რომ კარი მარტო ბრწყინვალე შვიდეულში კი არა, სულ ღია, მაგრამ შევლენ ის ადამიანები, ვინც მოიპოვებენ იქ შესვლის უფლებას. ასე რომ ის ბრწყინვალე შვიდეულიც უბრალოდ სიმბოლურად არის ეს გადმოცემული ღია კარი. კარი სულ ღია აღდგომის შემდეგ და ვისაც ექნება სურვილი და რწმენა იესო ქრისტესი და გადარჩენის ძალიან დიდი მონდომება აუცილებლად შევლენ აი ამ კარში. სასაფლაოზე გასვლა არ გასვლასთან დაკავშირებით ხომ მუდმივი კითხვებია და ასევე მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად ამ დღეს არ შეიძლება სახლში საქმიანობა, როგორც არის, არ ვიცი, წითელ პარასკევს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეცხვა, კერვა, არ ვიცი, უამრავი რამ არის საჭიროება სახლში. რა თქმა უნდა, აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ეს უბრალოდ ადამიანები მხოლოდ სიმბოლოები შეინარჩუნეს, მაგრამ თავისთავად, როდესაც თუნდაც წითელი პარასკევის დღე გათენდა, ხო, იქ არის მსახურებები, დილიდან საღამომდე, შუადღისას მსახურება, მარხვაში ხარ, უმძიმესი დღეა და თავისთავად ფიქრიც კი არ წავა, რაიმე ისეთის კენდრომ რამე აკეთო. რასაც ყოველდღიურად აკეთებ, ხა თუ ადამიანი ცუდად არის, მიშველება ჭირდება, რა თქმა უნდა დაეხმარო. მაგრამ ის რომ ადამიანმა აი რაღაცა ეს დღე სულიერად დაუტეოს და მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოს მიეცეს, რა თქმა უნდა არასწორი იქნება. არა მარტო ამ დღესასწაულებზე, თუნდაც აი ხარების დღესასწაული ვიზეიმეთ, ხო? მისი უწმინდესობის ძალიან ბევრი ქადაგება შეიძლება მოიძიოთ, სადაც უწმინდესი ბრძანებს, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდეს კი არ იკეთებს, აი იმდენად დიდი დღესასწაულია და ასე რომ დღესასწაულზე უპირველესად ადამიანი მის სულიერებაზე უნდა ფიქრობდეს და სულიერ განვითარებაზე და თუ კი რამე გასაკეთებელი იქნება, რა თქმა უნდა, იმასაც გააკეთოს, მაგრამ პირველი საზრუნავი უნდა იყოს სულიერი. ეს არის მნიშვნელოვანი. მამა იონე, ძალიან მოკლედ, რა არის ის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა ვიზრუნოთ ჩვენ სულიერებაზე. აი თქვენი რეკომენდაციები ამ შემთხვევაში, რჩევები როგორი იქნება საინტერესო. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აღდგომის დღესასწაული, ჩვენ დღესასწაულთა დღესასწაული აღდგომა და ჩვენთვის მიზანი არის, რომ მარტო ის კი არ არის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი მარადიულები ვართ, ყველა ადამიანი გარდავიცვლებით, მაგრამ აღდგებით კიდეც და აღდგომის შემდეგ იქნება მარადიულობა. და მარადიულობა თავისთავად არც კარგია და არც ცუდი გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ადამიანი მარადიულად სამოთხეში მოხდეს, შეიძლება ადამიანი მარადიულად სამწუხარო ჯოჯოხეთშიც მოხდეს, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გვინდოდეს მარადიულად ღმერთთან ყოფნა და ეს ყველაფერი რთული არ არის, ამ ყველაფერს სჭირდება საუფლო წესების დაცვა, რაც გამოიხატება მარხვაში, აღსწარებაში, ზიარებაში, ანუ საიდუმლოებებში მონაწილეობაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს თავად უფალმა გვასწავლა, რთული არ არის, ვინც მოინდომებს ამ ყველაფერს ძალიან მარტივად შეძლებს. საიდუმლოებები ახსენეთ და ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოება უკავშირდება ცეცხლის გარდამოსვლას, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ სამყარო ჩერდება და ყველას ყურადღება სწორედ აი ამ მოვლენის მიმართ არის ხოლმე მიპყრობილი. ეს არის ძალიან ემოციური წუთები, წამები და მის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ. საიდუმლოებებში 7 საიდუმლოები ვიგულისხმე, მაგრამ რა თქმა უნდა ცეცხლის გარდამოსვლა არის უდიდესი სასწაული. როგორც ამოუხსნელი ფენომენი, ამიტომ ვიგულისხმე. ამოუხსნელი არ არის სასწაული, ყველა ამოუხსნელია ამ გაგებით და სწორედ ეს არის სასწაული. ზალაც რომ ჩვენ გვჯერა რომ ეს ღვთისაგან არის და რა თქმა უნდა ხდება ხოლმე ისიც რომ უნდათ რომ გააფერგთალონ ადამიანებს რაღაცა კატეგორიის თითქოს იქ ცეცხლი არ გადმოდის. იქ რომ ცეცხლი არ გადმოდიოდეს უამრავი სხვადასხვა რწმენის ადამიანი იკრიბება, უამრავი ფაქტი არის იმის წიგნებიც არის გამოცემული მრავალსაუკუნოვანი, რომ ეს სასწაულები ყოველთვის ხდება და ღვთის შეწევნით კიდევ მოხდება და მართლაც განსაკუთრებულია ეს დღე, როდესაც ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოედინება იერუსალიმის პატრიარქზე და ღვთის შეწევნით ხდება ხოლმე, რომ იმ საღამოს უკვე საქართველოშიც მობრძანდება და ყველა მომლოცველს შეუძლია სახლში წაიღოს ეს ღვთაებრივი ცეცხლი. ცეცხლის მოლოდინში ვართ, შეიძლება ითქვას ახლა ყველა. როგორ იქნება თქვენი სურვილი აღდგომას, რას ეტყოდეთ ჩვენს მაყურებელს? ვეტყოდი იმას, რომ ყოველი დღე ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს უფალთან, უფლისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაფიჩი. უფლის სიხსთან და ხორცთან ზიარების ძალიან დიდი წყურვილი და სურვილი, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ გადარჩებიან. ამას თავად იესო ქრისტეს ახარებაში ბრძანებს, რომ ვინც არ ეზიარება ჩემს სიხს და ხორცს, ის ჩემამდე ვერ მოვა. ეს არის გზაც
თუ კი ადამიანი ეზიარება, მიახლება უფალი იესო ქრისტეს, თუ კი ადამიანი არ ეზიარება, ვერ მიახლება უფალი იესო ქრისტეს და თავარი სურვილად შეიძლება ვთქვათ კიდე ის რომ სახარება იკითხოს ხალხმა, წმინდა წერილი წაიკითხონ, განმარტებები წაიკითხონ, იმიტომ რომ ჩვენს ერში სამწუხაროდ არის ეს პრობლემა, რომ სახარება, ვიცით რომ ქრისტიანები ვართ, მაგრამ სახარება არ წაგვიკითხოს, რომელიც ძალიან მცირე ზომის არის. და ადამიანს შეიძლება 1000-ობით და 10000-ობით გვერდი ქონდეს წაკითხული და სახარების დაახლოებით 200 გვერდი არც კი შეიძლება იყოს მაგდენი არ ქონდეს წაკითხული. ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ დღეს იყავით ჩვენთან ერთად. ახლა აღარ დაგაყოვნებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ახლა ყველას ყურადღება არის ბუნებრივია მიპყრობილი ტაძრებისკენ და ყველას სურს, რომ ეს დღეები ამ გარემოში გაატაროს. დაგემშვიდობებით